პრეზიდენტი მთელი ამ ხნის განმავლობაში დიდ ზეწოლას ახდენს ორივე ლიდერზე. ჩვენ ორივე მხარესთან ვსაუბრობთ. ის უკვე 10 თვეა პირდაპირ ესაუბრება ორივე ლიდერს. ამერიკის შეერთებული შტატები უკრაინას იარაღით სამუდამოდ ვერ მოამარაგებს. პრეზიდენტს სურს, რომ ეს ომი დასრულდეს. ის აზრი, რომ ამერიკის შეერთებული შტატები ამ ომში ორივე მხარესთან თანაბრად არ თანამშრომლობს, ომის დასასრულებლად აბსოლუტურად მცდარია. მე ვნახე უამრავი დეზინფორმაცია, ჭორი და ბრალდება ამ შენობაში მყოფი ადამიანების წინააღმდეგ. ამბობენ, რომ თავად მარკო რუბიო, სტივ უიტკოფი და პრეზიდენტი ტრამპი ერთ მხარეს მეორეზე მაღლა აყენებენ. ეს იმართლისგან შორს არის. მე ვუყურებდი, როგორ მუშაობდა პრეზიდენტი და მისი გუნდი მთელი ღამის განმავლობაში ორივე მხარესთან სატელეფონო ზარებით, რათა ეს ომი ერთხელ და სამუდამოდ დასრულდეს. ეს მოდის იმ ადამიანებისგან, რომლებსაც წარმოდგენა არ აქვთ რაზე საუბრობენ, ან იქნებ იმ ადამიანებისგან, რომლებსაც არ სურთ ამ ომის დასრულება. არ ვიცი, იქნებ ისინი რაიმე ფორმით სარგებელს იღებენ ამით, მაგრამ ამ შენობაში არავინ სარგებლობს ომით. ჩვენ გვინდა, რომ ეს ომი დასრულდეს. ვფიქრობ, რომ კრიტიკოსებმა უკან უნდა დაიხიონ. შეხედეთ იმას, რაც ისრაელსა და ღაზას შორის მოხდა. ბევრი ეჭვის თვალით უყურებდა სიტუაციას. ჩვენ მძევლები გავათავისუფლეთ. პრეზიდენტმა უზრუნველყო სამშვიდობო შეთანხმება, რომელიც დღემდე არსებობს და გრძელდება. ამიტომ ყველამ პატივი უნდა სცეს ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გაწეულ სამუშაოს და დააკვირდეს პროცესის განვითარებას.